ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ფილიალის წინ პოლიტპატიმრებსა და სახალხო მოძრაობის წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პასუხი აგონ იმ ქმედებებზე, რაც წარსულში ჩაიდინეს, მათ შორის უდანაშაულო ადამიანების პოლიტპატიმრებად გამოცხადების გამო. მოგვიანებით აქცია კონფლიქტში გადაიზარდა. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი კირთაძე დაუპირისპირდა. კირთაძის განცხადებით, ეს აქცია ქართული ოცნების მიერ იყო წაქეზებული და მსგავსი ქმედებების ორგანიზება მართველი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია. უფრო ვრცლად დაპირისპირების შესახებ მათაც მთავარ გამოშვებაში მოგვითხრობთ. საქართველოს პატრიოტ ალიანსი და მედია კავშირი ობიექტივი უერთდება პოლიტპატიმრების ამ შესანიშნავ და მებრძოლ აქციას. სანამ არ გასამართლდება ნაციონალური მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ საქართველოში, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება დამშვიდებული ჩვენი საზოგადოება და ვერ იგრძნობს ხალხი ბოლომდე გამარჯვებას, რა გამარჯვებაც დაიწყო 1 ოქტომბერს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორც პოლიტიკურმა პარტიამ, აღიაროს და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს დევნიდნენ და აპატიმრებდნენ. არა დანაშაულის გამო, არამედ პოლიტიკური мотиваციის გამო. ჩვენ სწორედ ის ადამიანები ვართ, რომლებიც ვახორციელებდით კონსტიტუციით აღჭურვილ უფლებას, დემოკრატიით აღიარებულ პრინციპებსა და ფასეულობებს. და იმის გამო, რომ ჩვენი მოქმედება არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესებში, ამის გამო მოგვიწია ასეულობით დღეების გატარება საპატიმრო დაწესებულებებში. ამ ტიპის აქციების გამართვის უფლება სურვილი შემთხვევაში აქ ყველას. მაგრამ ჩვენთვის გასაკვირია, როცა ამ ტიპის აქციებს, ესე ვთქვათ, მართავს, ორგანიზებას უკეთებს, ან ხელს უწყობს მთავრობა. იმიტომ რომ აქ აშკარად თვითონაც ნახეთ ალბათ, რომ იყო კოალიციაში შემოვალი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ცოტა გასაკვირია, მთავრობა როგორც ჩანს ქართული ოცნება ბოლომდე ვერ შევიდა როლში მთავრობის და ჯერ კიდევ ოპოზიციაში გონია თავი.